განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და განათლების სისტემაში დაწყებული რეფორმის ძირითადი მიმართულებები გააცნო. გივი მიქანაძე ასევე ესტუმრა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმეთს, სადაც სტიქიის შედეგად დაზიანებული სკოლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და მოსახლეობას შეხვდა. მინისტრის განცხადებით, სოფელ ერისიმეთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლის მშენებლობა წელს დაიწყება. ადამიანები, რომლებთანაც ჩვენ შეხვედრა გვქონდა, მიესალმებიან იმ მნიშვნელოვან ძირეულ რეფორმებს, რომელიც ქვეყანაში დაანონსდა, რომელიც უკვე განხორციელების სტადიაშია. ასევე ვესტუმრეთ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმეთს, სადაც აჭარის მაღალმთიანი რეგიონიდან ჩასახლებული ეკომიგრანტები ცხოვრობენ, რომლებიც საქართველოს სასაზღვრო სოფელში ამაგრებენ ჩვენს ტერიტორიას და ისინი იქ ეწევიან სხვადასხვა საქმიანობას. ჩვენ ვნახეთ იქ სკოლის შენობა, რომელიც საჭიროებს მყისიერ რეაგირებას და რეაბილიტაციას. შეხვედრაზე განვიხილეთ განათლების რეფორმის მიმდინარე საკითხები. ჩვენ აგრეთვე ვეწვიეთ ერისიმეთს, სადაც დავათვალიერეთ ამორტიზებული სკოლა, ვნახეთ არსებული ვითარება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ წელს დაიწყოს სამშენებლო სამუშაოები.